რომელ პურს ყიდულობთ ვიკითხეთ ჩოხატაურში და გვირჩიეს შარაშიძის პური. აქვეა დუმბაძის 7 ნომერში. მე როგორც მივხვდი, კვების ობიექტების უმრავლესობა დუმბაძის ქუჩაზეა. და აგერ მოვადექით ახლა შარაშიძის პურს. ვჭირდება დამხმარე მამაკაცი, ასევე გვესაჭიროება მეცომე. აი ნახეთ რამდენი ვაკანსია და არის სამუშაო, ხონდ სამუშაო ხელი უნდა იყოს. შეიძლება არ შევიდეთ სარიტუალოში, არ ვჭამოთ მწვადი, მაგრამ პურს ვერავინ ვერაუვა გვერდს. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა თუ რა ხდება კონკრეტულად ამ პურის საწარმოში. მაგრამ ვერავის ვერ ვხედავ. თანამშრომელი მარტო თქვენ ხართ? აბა სად არიან დანარჩენები? აქ არიან, აქ რეალიზაცია მიმდინარეობს. გამარჯობათ. აი ნახეთ რა ლამაზი პურებია. პურის რეალიზაცია მიმდინარეობს. გამარჯობათ, ეს არის სარეალიზაციო წერტილი. უჟანგავი. მაგიდები, მოწესრიგებული იატაკი და კონდენსატიანი ჭერი. რატოა კონდენსატი, ბატონო? ხო, მაგრამ სუზეთები არის, ნახეთ, აი წყალიც, აი ნახეთ, აი იქაც რა მდგომარეობაა. იქ არ არის კიდე პრობლემა, რაღაცა შეიძლება, აი თვალი დახუჭო, მაგრამ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, აი კონდენსატი იყოს, ეს ხო ყოვლად დაუშვებელია. თქვენც ხო დამეთანხმებით ამაში. რაღაცა უნდა ვქნათ, მაშინ გამწომი უნდა დავამატოთ, რო არ იყოთ. აი ნახეთ, თქვენ ძალიან ეს თქვენი საწარმოა? არა. არ არის დამფუძნებელი, მაგრამ გაკეთებული ძალიან ბევრია. აბლაბუდებიც ჩამოხსენით, ნახეთ როგორ ფრიალებს აუცილებლად. იატაკი მოწესრიგებულია, კედლები შეძლების დაგვარად მოწესრიგებულია. აქ საწყობია, სტელაჟებზეა ყველაფერი მოთავსებული და კარგია. აქ მარილის საწყობი არის, საფუარის და ასე შემდეგ, საფუარი მაცივარშია, კი ბატონო. მაცივარით სუფთაა, მოდით ეს მაცივარით ვნახოთ. დავათვალიერებიოთ, აი ეს გამორთულია, ხო? არის საყინულე მუშაობს მარტო. კი ბატონო. კი ბატონო, ყველაფერი აბსოლუტურად სტელაჟებზე არის მოთავსებული, ძირს არაფერი არ ყრია, კარქია. უბრალოდ კედლებს მივაქცევდი ყურადღებას და შევაკეთებდი, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. არავინ არ მოდის. მე მესმის რომ მადონას მოსვლა არის დიდი მოვლენა. მაგრამ ჩვენ პური გვინდა, რა ღირს თქვენთან პური? 80 თეთრი. ხალხო, პური 80 თეთრი. თან ნახეთ როგორი ბატონი პურია, ხო? აგური პურია. აი ეს პური ღირს ლარი, მე არ შევეხები ხელით და აგური პური უფრო მომცრო ზომის ღირს 80 თეთრი. სადმე თეთრებში პური თუ გიყიდიათ? არ ვიცი, მე არც თბილისში, არც ბათუმში არ მიყიდია და თქვენთან არის, თქვენთან არის. მე უბრალოდ რა მაინტერესებს, თქვენ ფულთან შეხება გაქვთ და პურთან. ანუ როგორ ითავსებთ? როგორ? ხელთათ მას ვიწყებთ უბედესად, მაგრამ ამ წუთში. აჰა, გასაგები. ანუ ცელოფანის პარკით ვიღებთ პურს, ხოლო ხელით ვიღებთ ფულს. გავლექსე, ხედავთ? ისე როგორ ყიდულობს ხალხი შარაშიძის პური, პოპულარულია? მოსწონთ. მარტო ეს ორი სახეობაა? გასაგებია, ძალიან კარგი. მე მომწონს რომ აქ სისუფთავეა, სუფთა გარემოა, ეს მომწონს, იმიტომ რომ ზოგჯერ შემოდიხარ და იმ ხელამტვერი და ჭუჭყია, რომ სანამ პურს აიღებ, უკვე დასვრილია ჩათვალე. ეს მომწონს რომ სუფთაა, შენობაც ახალია, პურიც ალბათ გემრიელია, ხოლო სამქროში თუ არის ნაკლოვანები, ამაზე უკვე რჩევებს მადონა მისცემს. ჩვენ კი გახსენებთ რომ ვართ ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე და ეს არის შარაშიძის პური. ბრუბელი ნახეთ რა სუფთა არის, ეს არის ზეთისთვის, დიახ, ამაში აგდებენ, ეს არის ცომსაჭრელი, აგდებენ ცომს და მერე უკვე ბურთულები გადადის ღუმელში, აქ ფორმირდება და დამაყოვნებელია, ხო? კი ბატონო, ჭერი არის სუფთა, კონდენსატი არ არის, სადაც უნდა იყოს კონდენსატი, კონდენსატი არ არის, სადაც შესაძლებელია უბრალოდ არ უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელია რომ იყოს, არ არის, მაგრამ სამწუხაროდ საწარმოში არის და იმედია ამასაც აღმოფხრავენ.
ობიექტი სუფთა და მოწესრიგებულია. სიამოვნებს, როდესაც აი ესეთ სუფთა პურის საწარმოს ვუყურებ, გამიხარდა, იმიტომ რომ ჩოხატაურში რაც ვნახე, პრინციპში ეს არის ობიექტი, რომელიც მომეწონა. შენიშვნას მაინც სამწუხაროდ უნდა მოგცეთ, ეს არის სინები მექანიკურად უნდა იწმანდებოდეს და აი ასეთი ნამწვევი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ეს არ შეიძლება. უნდა კარგად იხეხებოდეს და სუფთავდებოდეს, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა კონდენსატი ზევიდან არის თუ თვითონ ცომიდან აიღებს კონდენსატი ნამწვავის ზეთი და ცხიმი არის დამაზიანებელი ჩვენი ჯანმრთელობის და აუცილებლად მექანიკურად უნდა სუფთავდებოდეს. შეგიძლიათ მომცეთ პირობა რომ მექანიკურად დაამუშავებთ და სინებს დამისუფთავებთ? რა თქმა უნდა. რა სიხშირით რეცხავთ? სამ დღეში ერთი ხელ. კი ბატონო, იმიტომ რომ ეტყობა რომ აი ნახეთ ტვერიანი არის, მაგრამ აი კატასტროფა არ არის, თუმცა კონტეინერებში ძალიან არაესთეთიურია, როდესაც აი პირდაპირ ასე არის პური ჩაწყობილი და მე მივცემდი რეკომენდაციას რომ რაღაც ქაღალდი მაინც ჩაოფინონ, უკვე იმაზე რო არ ვილაპარაკოთ, რომ ჯობია რომ შეფუთული იყოს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანის კონტაქტი პურთან და კონკრეტულად თუ კი მივაწოდებთ, უნდა მიეწოდებოდეს ანხელთათმანით და აქაც უნდა იყოს დაცული ტვერისგან. აქვე მინდა გავაკეთო კიდე ერთი შენიშვნა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ კი კედლებს მოაწესრიგებენ, იმიტომ რომ საწარმოში ძირითადი რაც არის მოსაწესრიგებელი, ყველაფერი მოწესრიგებულია და პური არის ულამაზესი, ნახეთ, აი როგორი არაჩვეულებრივი ფერი აქვს. ფერთან ერთად ძალიან ცუდია, რომ სუნის გადმოცემის საშუალება არა მაქვს. ძალიან აი მადის ამღზვრელი სუნია ობიექტზე და კარგი იქნება თუ კი აი ის დეტალები იქნება გათვალისწინებული, რაზეც მიცა ხელმძღვანელობა სახალხო კონტროლმა შენიშვნები და რეკომენდაციები თუ კი იქნება გათვალისწინებული, ბევრად უფრო კარგი და ხარისხიანი პურის წარმოების საშუალება იქნება.